აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ნატოს პარტნიორების წინადადებაზე, დახმარებოდა ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილ სიტუაციაში. ეხლა როცა ჰორმუზის სრუტაში სიტუაცია დაარეგულირდა, ნატოდან დამირეკეს და მკითხეს, გჭირდება თუ არა დახმარება. უთხარი თავის შორს დაეჭირათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხოლოდ თავიანთი გემების ნავთობით დატვირთვა უნდათ, როცა საჭირო იყვნენ უსაკვნენ უსარგებლონი აღმოჩნდნენ. ქაღალდის ვებხვები, დაწერა მან 17 აპრილს სოციალურ ქსელ Truth Social-ში. ეს უკვე არ არის პირველი კრიტიკა ალიანსის მისამართით ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან. აპრილის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს თავისი ქვეყნის ნატოდან გამოსვლაზე, რადგან ვაშინგტონის მოკავშირეებმა უარი თქვეს აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერაზე ირანთან ომში. და იმავე დროს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ომის შემდეგ გადახედავს თავის ურთიერთობებს ალიანსთან. ამ ფონზე Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები კანადასთან ერთად განიხილავენ ევროპული ნატოს შექმნის საკითხს. გარდა ამისა, გერმანიის ლიდერობით დაიწყეს ევროპის თავდაცვის გეგმის შემუშავება აშშ-ის გარეშე. პუბლიკაციები დროში დაემთხვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპულ ტურნეს, რომელმაც ამ კვირაში გერმანია, იტალია, ნორვეგია და ნიდერლანდები მოინახულა. ნატოს მომავალზე ახლა ვისაუბრებ ჩვენ სპირულ სტუმართან ერთად. სტუდიასთან კავშირზეა ჟურნალისტი, საერთაშორისო მიმომხილველი ალექსეი პიჩი. ალექსეი, გამარჯობა. პირველი კითხვა: რამდენად საფუძვლიანია ტრამპის პრეტენზიები პარტნიორებისა და ევროპელი მოკავშირეების მიმართ? ბოლოს და ბოლოს ევროპულ ქვეყნებს ორი საწინააღმდეგო არგუმენტის წამოყენება შეუძლიათ. პირველ რიგში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკრაინაში მიმდინარე ომით ვართ დაკავებული, მაშინ როცა აშშ-ში ამჟამად არანაირ დახმარებას არ უწევს. მეორედ შეიძლება თქვან, რომ ჩვენ საერთოდ არ შეგოთქვობინეს ირანში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ. რატომ უნდა დავეხმაროთ საერთოდ? იცით, ამ სიტუაციაზე უკვე ბერს ვითხოვდი, მაგრამ მოცემულ კონტექსტში, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებიდან გამომდინარე, მე ამ ისტორიას პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით შევხედავდი. რადგან ძალიან ხშირად დონალდ ტრამპის მთელი კრიტიკა ნატოს პარტნიორების მიმართ, როგორც მე მგონია, უფრო შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი. იმავე მაგ მოძრაობაზე, რომელმაც დაიწყო ძალიან ძლიერი კრიტიკა დონალდ ტრამპის მიმართ, რომელიც სხვათა შორის დაპირდა იზოლაციონიზმს, დაპირდა კონცენტრირებას. კონცენტრირება მხოლოდ ამერიკის შიდა პრობლემებზე და არა ომებზე მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეხლა დონალდ ტრამპი ცდილობს აჩვენოს ამ მომრჩეველს, რომ აი ხედავთ, მე ნამდვილად არ მინდა უზარმაზარი თანხების დახარჯვა ევროპის დასაცავად. მეორე მხრივ, დონალდ ტრამპი შესანიშნავად ესმის, რა პროცესები მიმდინარეობს ევროპაში. და ჩვენ ნამდვილად ხედავთ პარალელურ პროცესს, როდესაც დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ფაქტობრივად მოქმედებენ როგორც ლოკომოტივი და ქმნიან საკუთარ კოალიციას, რომელიც ასე თუ ისე მაინც მიიღებს მონაწილეობას ოპერაციებში ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ. ანუ აშკარაა, რომ ევროპის ქვეყნები თავად ომში ჩართვას არ აპირებენ, მაგრამ ომის შემდეგ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში იძულებულნი იქნებიან მასში ჩაერთვა. სწორედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. და მაშინ ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია თქვას, აი, ხო ხედავთ, მე ხო გითხარით, რომ ადრე თუ გვიან ისინი მაინც ჩაერთვებოდნენ. აი, ისინი მაინც ჩაერთვნენ. აი, თითქოს ჩემი ზეწოლა თითქოს და შედეგს გამოიღო. მეორე მხრივ, თუ სუფთა იურიდიულ ტერმინებში ვლაპარაკებთ, ნატოს წესდებაში არის ორი საკვანძო მუხლი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. ეს არის მეოთხე მუხლი და მეხუთე მუხლი. და მეოთხე მუხლით, აი, შეეძლო ესარგებლა დონალდ ტრამპი საერთოდ ნებისმიერ დღეს ამ მთელი თვენახევრის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ომის დროს. მაგრამ მან არ ისარგებლა ამ მუხლით. თუ გახსოვთ, როცა პოლონეთის მიმართულებით უცნობი ბრჭყალებში უპილოტოები დაიწყეს ფრენა, სწორედ მაშინ პოლონეთმა გააქტიურა ნატოს წესდების მეოთხე მუხლი. ეს არის კონსულტაციები. ანუ ისინი ჯერ არაფერს არავის არ ავალდებულებენ, მაგრამ ეს ადეკვატური ნაბიჯია, როცა საჭიროა მოკავშირეებთან დაჯდომა და კონსულტაციების გამართვა, რა უნდა გაკეთდეს. და რაზე შეიძლებოდა პოლონეთს ამ სიტუაციაში დაეხმნა. იგივე შეეძლო გაეკეთებინა დონალდ ტრამპს, მაგრამ მან არანაირი კონსულტაცია არ მოითხოვა. უკვე აღარ ლაპარაკობ მეხუთე მუხლზე, სადაც თითქოს ყველა უნდა ჩარეულიყო და დონალდ ტრამპთან ერთად ირანის წინააღმდეგ ომში წასულიყო. ანუ იურიდიულად, ოფიციალურად დონალდ ტრამპს საერთოდ არ მიუმართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის დახმარების თხოვნით. ის, რასაც ის საჯაროდ აცხადებს, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, დიდ იურიდიულ ძალას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კონსულტაციის კონტექსტში. ამიტომ ყველაფერი რაც საჯაროდ ხდება, მე იცით მინიმუმ 5-ად გავყოფდი. განსაკუთრებით იმას, რასაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს. მაგრამ ძალიან ხშირად მისი განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმასთან, რაც რეალურად ხდება. ხოლო რეალურად, მოდით ვიყოთ გულწრფელები და პატიოსნები, ევროპული ქვეყნები ჩართული არიან ომში ირანის წინააღმდეგ. რადგან ევროპულ ქვეყნებში განთავსებულია სამხედრო ბაზები, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცები აქტიურად იყენებენ.
ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ეს არის გერმანიის ბაზა, ეს არის ბაზები კვიპროსზე, ეს არის დიდი ბრიტანეთის ბაზები და ასე შემდეგ. ან თვითმფრინავები ხო სადრაციდან აფრინდებიან, სადღაც დასხდებიან, საწვავის შემსები, თვითმფრინავები ამერიკული ავიაცია სადღაც ემსახურება და ეს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ბაზებზე არ ხდება, იქ იორდანიაში და ასე შემდეგ. და მთელ ამ ავიაციას ევროპულ ბაზებზე ემსახურებიან. ამიტომ როცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ ეხმარებიან, ეს ტყუილია, ეს სულსიცრუე. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი გერმანიასთან ერთად კონსულტაციებს ატარებს პერსიის ყურის ქვეყნებთან. ანუ აშკარაა და აქ აზრს დავასრულებ, იმიტომ რომ აშკარაა, რომ ევროპული ქვეყნები ომის დასრულების შემდეგ ხორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომ ტრამპის ყველა განცხადება ჩემი აზრით სრულიად უსაფუძვლოა. მაგრამ მაინც მოდი დავფიქრდეთ, ვის მიმართულია ისინი. მიმართულია თუ არა ისინი ევროპელებისკენ. მე ასე არ ფიქრობ. ეს უფრო მუშაობა მხოლოდ შიდა ელექტრონულ ბაზარზე. სამართლიანი შენიშვნაა ტრამპის განცხადებებზე. უკვე ვისწავლეთ ამ ერთ წელიწადში, რომ მათ სიტყვას ეთქვით არ უნდა მიუდგეთ. ამიტომ ამ მხრივ მგონია, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებებია ომის შემდეგ ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ურთიერთობების გადახედვა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. მოდი დავბრუნდეთ, კარგია რომ მარკო რუბიო გაგახსენდათ, მე მხოლოდ მახსენდება ეს. ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მარკო რუბიო იყო პირველი, ვინც ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი სრულიად ცვლიან შეერთებული შტატების თავდაცვის სტრატეგიას. და ეს საერთოდ არ არის ახალი ამბავი. და მე კიდევ გავამახვილებდი ყურადღებას ელბრიჯ კოლბის ბოლო განცხადებაზე. ეს არის აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში. საკმაოდ ოდიოზური ფიგურაა. უკრაინაში მას ძალიან არ უყვართ, რადგან ეს ის ადამიანია, ვინც ფაქტობრივად Pit Hexex უბიძგებდა მაგალითად გასული წლის დასაწყისში უკრაინასთან სადაზვერო მონაცემების გაცვლა შეეზღუდა თუ გახსოვთ. იგივე განმეორდა შემდეგ აგვისტოშიც. ხო და ელბრიჯ კოლბი ძალიან ბევრს საუბრობდა ცოტა ხნის წინ რამშტაინის ფორმატის სხდომაზე, ასე წოდებულ NATO 3.0-ზე, თუ გსმენიათ. ეს არის სტრატეგია, რომელსაც ამერიკელები ტრამპის ადმინისტრაციის დროს ძალიან აქტიურად ავითარებენ. და აი მარკ რუბიომ პირველად მასზე ისაუბრა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში. და ეს სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელები, ასე ვთქვათ, ცივი ომის შემდეგ, ისინი მშვენივრად აცნობიერებენ, რომ მთავარი მოქმედების თეატრი გეოპოლიტიკის თვალსაზრისით ეხლა ევროპაში არ არის, მათი თვალსაზრისით. მოდით ახლა შევხედოთ სიტუაციას ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით. ანუ მათი თვალსაზრისით, მთავარი მოქმედების თეატრი ევროპაში არ არის. ის უფრო აზიაშია, იქ სადაც არის დაპირისპირება ჩინეთთან. შესაბამისად, ისინი ცდილობენ ყველა ძალისხმევა თურქეთისკენ გადაანაწილონ. მაგრამ ამავე დროს ევროპა მარტო დატოვონ პრობლემასთან, რომელსაც რუსეთი ქვია, ვერც ამას ახერხებენ. შესაბამისად, იდეა იმაშია, რომ ევროპა იღებს კონტინენტის თავდაცვას კონვენციური ომის თვალსაზრისით. ანუ ძირითად შეიარაღებას თავად იღებს საკუთარ თავზე. და სწორედ ამაზე საუბრობდა ელბრიჯ კოლბი. აქ საკითხი შემდეგშია. ანუ როდესაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს, რომ ევროპამ თავად უნდა დაიცვას თავი დონალდ ტრამპის, მარკ რუბიოს და სხვათა მხრიდან, ჩვენ ყველანი ფიქრობთ, რომ ამერიკელები ამით მიანიშნებენ, რომ ყველაფერს ტოვებენ და მიდიან. არა, ისინი არ მიდიან. ელბრიჯ კოლბიმ კაფიოდ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს თავისი თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსი, თავისი შეიარაღება, თავისი არმია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამერიკა დარჩება ნატოში. აი, ეს არის საინტერესო მომენტი. დარჩება, არსად არ წავა. უბრალოდ ის ოდნავ შეცვლის თავის როლს. და ეხლა ევროპელები ცირებენ საკუთარ თავზე გარკვეულ სარდლობის სფეროებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით. რაც შეეხება ევროპულ საბრძოლო მოქმედებათა თეატრს. ევროპელები გადახალისებენ საკუთარ სამხედრო სამრეწველო ბაზას. და ამერიკელები მაინც გააგრძელებენ ტექნოლოგიების, სადაზვერო მონაცემების გაზიარებას და ასე შემდეგ. და კიდევ რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ურთიერთობების გადახედვის კუთხით. დაითვალისწინეთ, ვინ ყველაზე მეტად აკრიტიკებს ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერ განცხადებას ამერიკული ჯარების ევროპიდან გამოყვანის ან ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ან როდესაც ტრამპი ამბობს, რომ საერთოდ გამოვალ ნატოდან, არმიდა დავიცვა. ძირითადად ეს არის დასავლეთ ევროპის ქვეყნები. თუ შევხედავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განცხადებებს, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ფინეთი, პოლონეთი, რუმინეთი, მაშინ დავინახავთ, რომ აქ განცხადებები ცოტა სხვანაირია. და როგორც წესი, ალექსანდრ სტუპჩევის გვერდით დგას ფინეთის პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ის ასე აქტიურად არ აკრიტიკებს დონალდ ტრამპს. რატომ? იმიტომ რომ თუ შევხედავთ ნატოს 3.0 სტრატეგიას, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ავითარებს, დავინახავთ, რომ იქ მკაფიოდ წერია გადაადგილება. ანუ ამერიკული ჯარები რჩებიან ევროპაში, მაგრამ ისინი გადაადგილდებიან დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპაში.
შეიძლება გსმენიათ ცოტა ხნის წინ ამერიკულ პრესაში ესეთი ინსაიდებიც იყო, რომ თითქოს ტრამპს უნდა დასაჯოს ევროპული ქვეყნები. იმისთვის, რომ მათ არ ჩაერთენ ომში ირანის წინააღმდეგ ჯარების გადაყვანით. ასე რომ ის სწორედ დასავლეთ ევროპიდან გადააქვს ჯარები, საბერძნეთში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, ანუ აღმოსავლეთ ფლანგზე. და იდეა იმაშია, რომ ევროპამ დიახ მართლა თავად უნდა დაიცვას თავი. მაგრამ მან ასევე უნდა გაიგოს, რომ მისი მთავარი ზღვარი ნებისმიერი მომავალი ბრძოლისას. ეს არის აღმოსავლეთი ფლანგი, არა დასავლეთი. და აი ყველა ძალისხმევა მიდის აღმოსავლეთ ფლანგზე. ამერიკელები რჩებიან, მაგრამ აღმოსავლეთ ფლანგს არ ფარავენ. და ამავე დროს მოუწოდებენ ევროპას შეიარაღდეს. და რატო იზრდება ეს პროცენტი MŠP-დან, რომელიც ქვეყნებმა უნდა დახარჯონ თავდაცვაზე? ზუსტად იმისთვის, რომ ამ ქვეყნებმა საკუთარი ხელით შეძლონ გააფართონ თავიანთი თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსი. და საბოლოოდ იქ გარკვეული დროის შემდეგ სრულად უზრუნველყონ საკუთარი თავი შეიარაღებით. ამ კონტექსტში უკრაინა ახლა ასევე ესეთი ლოკომოტივით მიდის. უბრალოდ, როცა ზელენსკი მიდის და ხელს აწევს ყველა ამ თავდაცვით შეთანხმებას ევროპელებთან, აი ეს. და როცა მაგალითად იქ ზოგიერთი კითკელოგი ამას ამბობდა, ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ საჭიროა ახალი ალიანსის ფორმირება. ნატოს შემცვლელად. ნატოს არანაირი შემცვლელი არ იქნება, როგორც მე მგონია და როგორც მე ვხედავ. უბრალოდ ნამდვილად მოხდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაფორმატება. ამერიკელები უბრალოდ გადაიტანენ თავიანთ ყურადღებას აზიაზე, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ისინი ტოვებენ ევროპას. უბრალოდ ისინი ნაკლებად მიიღებენ მონაწილეობას. ალექსეი, ბოლო კითხვა. როგორ ხედავთ თავად ევროპის გადაფორმატების პერსპექტივებს ამ მხრივ, თავდაცვითი გადაფორმატების? როდესაც კვლავ ხედავთ, რომ თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის წინადადებაზე აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის ანდრიუს კუბილიუსის იმაზე, რომ საჭიროა გაერთიანებული ევროპული არმია 100,000 ადამიანისგან, პასუხად კი სკეპტიციზმს ვისმენთ, უფრო მეტად დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. სად უნდა ვიპოვოთ ეს 100,000? ევროკავშირის 450 მილიონი მოსახლეობა, ისინი ეკითხებიან, სად უნდა ვიპოვოთ 100,000 არმიისთვის? უნდა ვიყოთ გულწრფელები, ევროპა, მოხუცი ევროპა, ყოველთვის ნელი იყო, ყოველთვის გაუბედავი, როგორც მე მგონია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჯერ კიდევ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნამდე, ამერიკელებმა მიანიშნეს, რომ ჩვენ დაგიცავთ. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავი ასწიოს და ისევ ომი გააჩაღოს ევროპაში. თქვენ კი განვითარდით, ააშენეთ ეკონომიკა, კეთილდღეობა და ასე შემდეგ. ევროპა ამას აბსოლუტურად შეეჩვია და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. როცა ამერიკელები აკრიტიკებენ ევროპელებს იმის გამო, რომ ისინი იქ ასე სწრაფად არ ვითარდებიან, ამერიკელებმა თვითონვე, ასე ვთქვათ, მიაჩვიეს ამას ბჭყალებში. მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ევროპელები ამას მიხვდებიან, ისინი იძულებულები იქნებიან ამას მიხვდნენ. და უბრალოდ გასაგებად, რამდენად ნელა ხდება ეს. მე ყოველთვის ვახსენებ ემანუელ მაკრონის განცხადებას, თუ არ ვცდები, ეს იყო ჯერ კიდევ 2017 ან 2018 წელი, როცა ის ყველგან აცხადებდა, რომ სტრატეგიული ავტონომია იყოს საჭირო. ევროპას არ უნდა კონდეს დამოკიდებულება არც აშშ-ზე, არც ჩინეთზე, უნდა ააშენოს ევროპული არმია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან მაკრონი ამას თითქმის 10 წლის წინ ამბობდა და იმ მხოლოდ ეხლა დაიწყეს ამის განხილვა ევროპული კავშირის დონეზე. მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვაღიაროთ მისი დამსახურება. ეხლა ევროკავშირში ბოლოს და ბოლოს გაახსენდათ, რომ ევროკავშირის დაარსების ხალხშეკრულებაში არის 42 მუხლის მე-7 პუნქტი ურთიერთდაცვაზე. და იქ ზუსტად იგივე მექანიზმებია გაწერილი. თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაზე ვინმე თავს დაესხმის, მაშინ დანარჩენი ევროკავშირის ქვეყნები ვალდებულნი არიან დაიცვან ეს ქვეყანა. ამაზე არავინ არასდროს საუბრობდა, აღმოჩნდა, რომ ასეთი მუხლი არსებობს. და ეხლა მათ ბოლოს და ბოლოს დაიწყეს რეაგირების მექანიზმების დამუშავება. თუ რომელიმე ქვეყანა გააქტიურებს ევროკავშირის ხელშეკრულების ამ 42 მუხლს, ამიტომ ფიქრობ, რომ ევროპა სწორ მიმართულებით მიდის, ნელა, არა ისე როგორც ჩვენ ალბათ გსურს, მაგრამ მასაც მოუწევს ამის გაკეთება, რადგან ამერიკაც დიდხანს არ დაჯდება და არ დაელოდება, სანამ ევროპა ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავდაცვას გარდაქმნის. დიახ, დიდი მადლობა ალექსეი პეჩი, შეგახსენებთ ჩვენთან იყო კავშირზე საერთაშორისო მიმომხილველი და ჟურნალისტი. ნახვამდის. თუ გსურთ, ხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, ამისთვის მადლიერე ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ დონატის, YouTube-ზე სპონსორობის ან ფასიანი გამოწერის საშუალებით. მაგალითად, პლატფორმა Patreon-ზე. ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ეს ყველაფერი იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის. გაგრძელება.